აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ქურდობის მიზნით ჩასული საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა ინფორმაცია. მათი ცნობით ბაქოში ხათაის რაიონში ქურდობის ფაქტი დაფიქსირდა. დაზარალებულმა პოლიციას მიმართა და განაცხადა, რომ ბინიდან მას 1300 აზერბაიჯანული მანათი და 30000 მანათის ღირებულების ოქროულობა მოპარეს. ხათაის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დანაშაულში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეები 46 წლის კახაბერ ალექსანდრია, 48 წლის სლავა რუსია, 40 წლის დავით სანიკიძე და აზერბაიჯანის საბირაბადის რაიონში მცხოვრები 58 წლის ფიქრეთ სალიმოვი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დროს დადგინდა, რომ უცნობი პირები აღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინებს რამდენიმე დღის მანძილზე აკვირდებოდნენ, როდესაც დარწმუნდნენ, რომ ამ კონკრეტულ ბინაში არავინ იმყოფებოდა, ფარულად შეიპარნენ. მათ კვალის დაფარვის მიზნით შეგნებულად დააზიანეს აივნის კარი, რათა შექმნილიყო შთაბეჭდილება, რომ თითქოს სწორედ იქიდან შეაღწიეს მძარცველებმა ბინაში. შესაბამისად, იფიქრეს, რომ ამ გზით გართულდებოდა გამოძიების პროცესი.